მე ყველაზე მეტად რა თემაც მაინტერესებს არის შემდეგი. რატომ მოხერხდა, რომ ცხოვრობ მართლმადიდებლური ეკლესიის მქონე ქვეყანაში. და ვიღაცა უცებ გელაპარაკება ინტერნეტით, რომ ზიარება მხოლოდ ის არის, რა ქვია, სიმბოლო არის, მღვდლები საჭირო არ არის. ახსარება საერთოდ არაფერს. ახსარება არაფერს არ შვება. შენ ოღონდ ღმერთის დაიჯერე და მე რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ხონდები და ღმერთის აღიარება და ესე ვთქვათ გადარჩენა შენ კეთილნებაზე კი არ არის მათ შორის დამოკიდებული. უბრალოდ აი ღმერთმა გადაწყვიტა რომ მოდი ამას ვაჩუქებ და იმას არ ვაჩუქებ რა და რატო არ ვაჩუქა, რავი ეგრე გადაწყვიტა უბრალოდ რა. ანუ ვიღაცებს გადაწყვიტა რომ მოდი ამას უბრალოდ ჯოჯოხეთში გავაკეთე. ანუ როგორი მომენტია, იცი, ვერც დაკარგავ. ანუ შენ რომ მოინდომო რომ აღარ მინდიხარ, ვარიანტი არ არის. ხო. და აი ვერ გაიქცევი გაიტყვეობაში. აი ესეთ რაღაცებს გეუბნება ადამიანი, შენ იდეაში მართლმადიდებლური კულტურის ნაწილი უნდა იყო და უნდა მიხვდე რომ რას გეუბნება და ტიპები მაინც ამისკენ მიდიან. რატომ მოხერხდა ეგ ქართულ რეალობაში დღეს? იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადვილად манипуლირებადია, რადგან სამწუხაროდ საგანმანათლებლო საქმიანობა, აპოლოგეტიკური საქმიანობა ეკლესიაში, სკოლებში, ოჯახში ეს თანამედროვე იმას გამოვიყენებ ტერმინს პლინტუს ქვემოთ არის. დღეს რო გავიდეთ ახლა ჩვენ ზურა ქუჩაში და გავაჩეროთ ადამიანთა რაღაცა ექსპერიმენტი რო ჩავატაროთ, სოციალური რაღაცა ეს ჩავატაროთ, 100 ადამიანი გამოვკითხოთ, აქედან დაახლოებით 80 გეტყვის რომ ქრისტიანი ვაროთ, ნუ სავარაუდოდ, მაგრამ ძალიან მეეჭვება რომ 10 კაცზე მეტმა გითხრას წამს ზეპირად. ანუ ქრისტიანობის მართლმადიდებლური ქრისტიანობის დოქტრინა რაც არის, არაფერი არ იცის ხალხმა და ეს არის ამავე დროს შემიძლია თქვა, კრიტიკად მიიღოს ეკლესიამ, ნაწილობრივ ეკლესიის ბრალიც და ეს უნდა იცოდეს რომ სამღვდელოებამ ბევრად უფრო ძალიან მომწონს ახალი ჩვენი პატრიარქის ის რომ უნდა გავიდეთ ტაძრებიდან და უფრო აქტიურად ხალხს ველაპარაკოთ ხალხს, იმიტომ რომ ხალხმა არ იცის სუფრის დონეზეა მართლმადიდებლობა დასული, დიდება უფალს და დალევს. აი ამ დონეზე მე შეიძლება სადღაც პატრიარქის სადღეგრძელოს თქვას. დაახლოებით მანდ მთავრდება ქრისტიანობა, რო გააჩეროს მაგალითად რასელისტმა, ანუ იაღოვას მოწმემ და უთხრას რომ აი რავი დამიმტკიცე რომ ქრისტე ღმერთია, ნახე რა წერია რომ ქრისტეს მამა ჩემზე მეტიაო ამბობს და თუ მაგაზე მეტიაო როგორ არის რაღაცებს და გაჭედავს. ხო და ეგ მე არ წავა იმაზე რომ ხო გაჭედავს. ძეს ისეთივე ხო ანუ თაყვანი უნდა ეცეს როგორც მაგას მაგაზე ვეღარ გადაიყვანს. ბუნებას შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ დაამტკიცებს. ბუნებრივი ერთი ბუნების მქონე ორი პიროვნებაზეა საუბარი. თან განკაცებული იმაზე. არათუ ორი ბუნების მქონე ერთი პიროვნება. ერთი ბუნება, საერთო ბუნება აქვს, თუმცა ორი სხვა პიროვნება. მამას და დეს. კი. ანუ არათუ ლუკა, რომელიც საკმაოდ გონება მახვილი და გონიერი ადამიანი. არამედ ნებისმიერი კარგად დატრენინგებული ქუჩის ეს თქვათ მოღვაწე, რომლებიც მიდიან ადამიანებთან, ტიპიურ მართლმადიდებელს ქართველს, რომელსაც ჩვენ გვეძახიან მაგალითად ამერიკელები იქით დასავლეთ მართლმადიდებლები გვეძახიან აკვნის მართლმადიდებლებს. ეს უნდა გვესმოთ cradle orthodox გვეძახიან. რას ნიშნავს აკვნის? ბავშვობაში მონათლეს და მეტი არაფერი არ იცის. და ის ხალხი, ვინც ამერიკაში მართლმადიდებელი ხდება და ბუმია მართლმადიდებლობის ამერიკაში, 7 მილიონამდე ავიდა უკვე. ბუმია. ის ხალხი მართლმადიდებლები არიან რა გაგებით, იცით? ამ მტრულ გარემოში მართლმადიდებლობისთვის მტრულ გარემოში მუდმივ დებატებში გამოწრთობილი ხალხია თეოლოგიურად, რა ვიცი, მინიმუმ ბაკალავრები არიან თითოეული ვინც ინათლება იქ. და ზოგი მაგისტრია და PhD-ს აკეთებს, ანუ დოქტორი. როგორც მინიმუმ პროტესტანტების დიდ ნაწილს რახან მართლა სოლა სკრიპტურა არის იქ, ძალიან დიდი ნაწილის წმინდა წერილის ზეპირად ციტირება შეუძლია ხო? ანუ ინტერესდებიან მაგ. კი, ოღონდ მე ინტერპრეტაციებში აქვს პრობლემა, იმიტომ რომ ეს არ არის კაცო ეს წიგნი კიდე 21 საუკუნეა, სადღაც იმაზე ჩამოჯექი არ ვიცი, ბაქანზე სენსენს იმაში სავარძელში და გადაშალე და კითხულობ და რაღაც 21 საუკუნეზე ლინზებით უყურებ
პირველი საუკუნისა და რაღაცა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მოვლენებს და იქ რაღაცა გონია რომ რაღაცა ძველ აღთქმაში რაღაცები რაც ხდებოდა ახალ აღთქმაში აღარ რაღაცა შენი ისინი გაქვს წარმოდგენები გაქვს რომელიც სხვა შორის მარტო შენი არ არის შენ მერე ვიღაცა თეოლოგის რაღაცა წაიკითხე იქიდან რაღაცა ზეგავლენა აიღე მერე ვიღაცის ზეგავლენა აიღე და ჯამში გონია ხო და აი მანდ მივიდიოთ ნახე სინამდვილეში ამ იდეების თვის ნოყიერი ნიადაგი ქართულ სივრცეში აღმოჩნდა იმიტომ რომ აქ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ახლა რო გეკითხა ვაფშე აზრზეც არ იყო ან პროტესტანტიზმი და განსხვავებას ვერ გეტყოდა მაგრამ პროტესტანტული იდეების მატარებელი იყო უკვე სანამ ლუკასნაირი ტიპები დაუწყებდნენ მაგაზე ლაპარაკს და რატო რამდენჯერაც მე საქართველოში მომისმენია ხალხისგან აი ეს კონკრეტული ტექსტი ახლა რასაც გეტყვით რომელიც ამბობენ რომ მე მართლმადიდებელი ვარ რომ მე კაცო ღმერთთან რაში მჭირდება რა მღვდლები და ჯიპიანი მამაო და ეგ რაში მჭირდება კაცო მე და ღმერთი გავარკვევთ აი ეგ იდეა იმდენად არის გაჯერებული ქართულ სივრცეში რომ ჯერ ეგ ნოყიერი ნიადაგი არსებობდა და მერე მოვიდნენ ესეთი ტიპები ანუ პროტესტანტიზმის თესლი აქ დიდი ხანია არის კი და ეხლა იწყებენ ამაზე კაპიტალიზაცია ხო და პრობლემა რაშია იცოდეთ ხალხო მე მინდა მივმართო ჩვენს მრევლს ვისაც ეს აზრი აქვს და პროტესტანტებსაც ვისაც ზოგი ხო ამბობს ეს ლუკა ამბობს რომ არა ვარ მე პროტესტანტიო საერთოდ არ მაქვს დენომინაცია ქრისტიანი ვარ ეს ამბობს ეს რამე არ არსებობს პროტესტანტი დოქტრინებს რო აღიარე პროტესტანტი ხარ ბიბლია მოგცეს მღვდლებმა ხალხო მეტი ხა როგორ ვთქვა მღვდლები დაჯდნენ ზოგი იერარქიულად ზოგი მაღალი მღვდელი იყო ზოგი დაბალი ზოგი ეპისკოპოსი იყო მაგრამ საერთოდ კრება რო იკრიბება კრება ანუ სინოდი რო იკრიბება სინოდმა მოგცათ ზუსტად გეტყვით კაცო რომელმა 419 წელს მოგცათ კართაგენის სინოდმა მოგცათ ბიბლია რომელიც დასავლეთში იყო ჯერ დასავლეთში მიიღეს იმიტომ რომ ათანასე ალექსანდრიელი ალექსანდრიის ეპისკოპოსი მთავარ ეპისკოპოსი ჩადის რომის პაპთან ორივე მღვდელია ხალხო არ ჭირდებათ მღვდლები მარტო წიგნი ჭირდებათ აი წიგნი მოგცეს მღვდლებმა ჩადის თავისი ნუსხით რაც მას მიაჩნია რომ ეს არის წმინდა წერილი იქ ხვდება პაპი და პაპს სხვა წმინდა ნუსხაა წმინდა წერილების იქ მიდის სინოდი ეს არის მე-4 საუკუნის ბოლო ორი სინოდი იყო ეს სხვათა შორის შენ ახლა სადაც ვიყო ბოდიში რომ გაგაწყვეტი ეგ მარტო პროტესტანტებზე კი არ არის პასუხი ეგ არის მათ შორის კათოლიკეებისთვისაც პასუხი იმიტომ რომ აი დაუშვათ ის დოქტრინა რასაც კათოლიკეები ამბობენ რომ რომის პაპი არის თავი ეკლესიის და საბოლოოდ ის რასაც იტყვის ეგ არის სწორი ხო თუ ხდება მოვლენა რომ აგერ ალექსანდრიდან ჩავიდა თავარ ეპისკოპოსი რომის პაპს სხვა ტექსტი აქვს ისინი არ ეთანხმებიან ხო კათოლიკეები თუ სწორი არიან რომის პაპი უბრალოდ ეთყოდა რომ შენი არ არის სწორი მე გეტყვი ხარ როგორ არის და მორჩებოდა არაფერი სოფლიო კრება მან საჭირო არ იქნებოდა უარესი რა არის იცი რომ ათანასე ალექსანდრიელმა დაარწმუნა რომის პაპი რომ შეეცვალა ანუ რომის პაპს არასწორი წიგნები ჰქონდა ხდები და მეცაც გეტყვი რომის პაპისგან დამოუკიდებლად მერე უკვე მე-5 საუკუნეში კართაგენში ტარდება ის და საბოლოოდ დღეს რო ბიბლია ხელში გიჭირავთ კართაგენში აფრიკაში მიიღეს კართაგენი არა აფრიკაში მეცაც გეტყვით კაცო ეს იყო დასავლეთში აღმოსავლეთში მაგალითად ის წერს მე აი ისტორია მოწაიკითხოს ამ ხალხმა ძალიან მაგარი კომენტარი არის რომ ბიბლია მღვდლებმა მოგცეს თუ მოციქულებმა აი არ იცის ხალხმა ხვდებით მოციქულები იყვნენ პირველი მღვდლები ახალი აღთქმის ეკლესიის სულიწმინდა მათზე რომ გადმოვიდა მათი ხელდასხმით არის დანარჩენი ყველა მღვდელი დღემდე ვინც მოდის მეგობრებო ჯაჭვი არის გაუწყვეტელი ანუ როდესაც მაგორ იმას მიჯნავთ ეგეც ხო კარგად აჩვენებს რა დღეში ვარ რა მინდა განუმარტო რა მინდა განუმარტო მოციქულებმა დაწერეს რაღაცა წერილები მაგრამ დღეს რაც ხელში გიჭირავთ გადარჩეულია იმიტომ რომ უამრავი რაოდენობის წერილები იყო
მათ შორის გაყალბებული სახარებებიც იყო. უამრავი გნოსტიკოსების, დიდაქე, მაგალითად ძალიან დიდი ჯაბაასი მიმდინარეობდა ეკლესიაში. არის თუ არა აპოკალიფსი, ანუ გამოცხადება იოანე მოციქულის დაწერილი. ძალიან დიდი ხანი რომის პაპს საერთოდ არ მიაჩნდა, რომ ეგ უნდა ყოფილიყო იმაში ბიბლიაში. მეცაც გეტყვით, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე დამიმტკიცეთ, რომ პავლე მოციქულის დაწერილია. არაფერში არ გავს სხვა ეპისტოლეებს. საერთოდ სხვანაირად არის დაწერილი. მხოლოდ ეკლესიის ავტორიტეტმა, ნახეთ, ვიღაცას აქვს უფრო მაღალი ავტორიტეტი. ეკლესიის ავტორიტეტმა თქვა, ეს სულიწმინდის პავლე მოციქულმა დაწერა სულიწმინდის შთაგონებით და შევიდა ბიბლიაში და დღეს რო ციტირებთ პროტესტანტებს მიმართავ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს, ამას რო ციტირებთ და არა რაღაცა სხვა ტექსტს. ხო, ეს არის მაგ ხალხის მოცემული თქვენთვის. ანუ ბევრი წერილი, ნახეთ, აი წარმოიდგინეთ, ხალხო, არის 26 წიგნი დღეს, ხო? ახალ აღთქმაში. ავიღოთ ეს. გაქვს 200 და გეუბნებიან, რომ ამომირჩიე აქედან რომელია წმინდა წერილი. 200 გაქვს, 200 სხვადასხვა წერილი გაქვს. იბადება შეკითხვა, როგორ უნდა ამოარჩიო? გაქვს ამის ავტორიტეტი, შენ რო ამოარჩიო? თქვათ მე რო ამოვარ და ზურამ რო ამოვარჩიო. ავტორიტეტი კი არა, გარანტირებულად შეცდომას დაუშვი. შეცდომას დაუშვი. შეუძლებელია რომ შეცდომა არ დაუშვი. შეიძლება გაარტყა, მაგრამ ვერავის დაარწმუნებ, რო გაარტყი. ანუ ნახე, მე რატო ამბობ, გარანტირებულად შეცდომას დაუშვებ? იმიტომ რომ რავი, არა ვარ ისეთი ადამიანი, რომ ან მაგხელა ის გქონდეს. კითხვა, ერთი რომ მაგხელა გქონდეს და მე რომ სხვა ადამიანებს დაარწმუნო რომ შენ მართალი ხარ. აი ეს არის ეკლესიის ავტორიტეტი. ანუ ეკლესია, რომელიც გადააგდეს ამეებმა. იმ ეპისკოპოსები, მღვდლები, რომლებიც აღსარებებს იბარებდნენ, რომელიც ზიარების საიდუმლოს რეალობის წამდათ და მაცხონებლობის წამდათ, რომლებმაც მისცეს ნათლობის საიდუმლოს ცოდოთა მიტევების ყველაფერი რაც მართლმადიდებლობაშია. აი მოდი აი ერთ ანალოგიას მაგ ხალხი გადააგდეს და ის წიგნი აიღეს, რომელიც მათ მისცეს. აი ერთ მაგალითს მოვიყვან საერთოდ ეგ როგორ გამოიყურება ჩემ წარმოდგენაში რა. აი წარმოიდგინე რომ რაღაცა ბირთვული რეაქტორი დგას რა. ხო. და აი სამართავი პულტი აქვს, რაღაც არასწორად თუ გადართე, რაღაც ჩერნობილი მოხდება, აფეთქდება რა. და გაქვს ინსტრუქცია, რომ აი ამას თუ დააჭერ, ეს ხდება, ამას თუ დააჭერ, ეს ხდება და დაწერილია რაღაცა მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის კათედრის მიერ. სინოდის მიერ. რაღაცა. და ამბობ, რომ ამ ინსტრუქციას ვენდობი, ოღონდ მაგადა აკადემიის დედაცვათი. აკადემიკოსები შტერები არიან, მაგათ არაფერი ფიზიკაში არ იციან, მაგრამ მაგათ გამოშვებულ ამ წიგს ვენდობი. ხო, მაგას ვენდობი, თან მე გავარკვევ. ნახე, თან მეორე, ეგ ხო ერთი პრობლემაა. ეხლა მეორე პრობლემაა. ეს ინსტრუქციის წიგნი აიღე, ამ ხელა მახინასთან არ ქონია შეხება. გადაშალე და რას არ ყვევიცი? იმათმა რაღაცა ტერმინები გამოიყენეს, რაღაცა თავის ენაზე და თვითონ რო ესმით ისე დაწერეს და რაიგულის იქ რო წერია რომ რეაქტორის კრიტიკული მასა არ შეიძლება გადაიტვირთოს, შენ ახლა ფიქრობ რომ მან მაგას კი არ გულისხმობდე, მე მგონი ამას გულისხმობდე და აჭერ რაღაცა ღილაკი. უყურე, შენ ხო აიღე ეს ინსტრუქციების ისა. სხვამაც აიღო, იმანაც აიღო, ამანაც აიღო, ეხლა ვჩხუბობთ ერთმანეთში. აქ რა წერია? და ის ვინც დაწერა, გეუბნება რომ ხალხო ეს არ და შენ ვინ გეკითხება კაცო? შენ კაცო, შენ ისქენი რა, მოდი რა, შენ არასწორად ანუ ვინც დაწერა ეს, ვინც მოგცა ეგ წიგნი, გადაარჩია, შეარჩია, ინტერპრეტირება თავის დროზე გააკეთა და მოგცა და გითხრა, აი ეს არის სანდო, იმას უთხარი რომ შენ აღარ მჭირდები, მე გავარკვევ ყველაფერს. აი ეს არის არსობრივად ლუკას იდეოლოგია. ხო და ახლა მივდივართ ჩემთვის ყველაზე საინტერესო მოვლენაზე, რაც არის ნების თავისუფლების პრობლემა. ბატონო. აი მაგალითად აი მე როდესაც ამ თემით ვინტერესდებოდი ხოლმე, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ქმედითი არგუმენტი, რითიც ქრისტიანები ეკამათებიან ხოლმე ისლამს, არის ზუსტად ეს თავისუფალი ნების დოქტრინა. როდესაც ეკითხებიან, ანუ იქ თუ ყველაფერი ალაჰის ნებაა, მათ შორის ანუ შენ რო ჯოჯოხეთში მიდიხარ და ის სამოთხეში, ანუ ეგეც თუ ალაჰის ნება, ანუ არის რაღაცა მეტაფიზიკური არსება,
რომელიც უბრალოდ ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა, ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა, შენ პრინციპი არაფერს არ მონაწილეობ რა. შენ შეიძლება ილუზია გქონდეს თავისუფალნების, მაგრამ შენ ხა მუდმივი ტანჯვა შეგხვდა თუ მუდმივი განცხრომა საბოლოო ჯამში შენზე არ ყოფილა დამოკიდებული. ხა ქრისტიანები მაგაზე რო უტევენ, ეგ საკმაოდ ისეთი კაი ეს არის არგუმენტი და უცებ აღმოჩნდა რომ ხალხი რომელიც თავს ასევე ქრისტიანებს ეძახის მოდი შენთან და გეუბნება რომ ხო აი სინამდვილეში ეგრეა რა მე ხა ესე ვიცხოვრებ თუ ისე ვიცხოვრებ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ჩემი ცხოვრების გზას კი არ აქვს მნიშვნელობა აი მე ერთხელ აი როგორც ძალიან გავს ხოთა შორს აი ისლამშიც ხო ერთხელ შაჰადას რო წარმოთქვა ხო გახდი მუსლიმი აქაც ერთხელ რო იტყვი რომ I come to Jesus რაღაცა ეგ გააკეთე არ ვიცი აი გინდა წყალში ჩაგაგდეს გინდა არ ჩაგდეს რა მნიშვნელობა აქვს მანდაც ხო სიმბოლური ხო არის ნათლობა რა მნიშვნელობა აქვს და მორჩა აწი აი რაღაც ჩიკატილო გახდი ბავშვებს რაღაცა შამფურზე წვავდა რა მნიშვნელობა აქვს ანუ გადარჩენილი ხარ რა კი ანუ მან როგორი მომენტია იცი ანუ თან მაგ შაჰადას წარმოთქმაშიც არ იღებ მონაწილეობას. მაგარი იმიტომ რომ ეგეც ხო გაჩუქა, ანუ მანდაც არ არის თავისუფალება. ანუ რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ და მანდ დავამატოთ ესე თქვათ saved by work მაგას ხო გვტენია ზარაკ ანუ აი ისიც თქვენო გჯერათო რომ მუშაობით გადარჩებითო ჩვენ ვამბობთო რომ მარტო მე მინდა განმარტო რა მე მინდა განმარტო ეს დოქტრინა რწმენით თუ საქმეებით გადარჩენა საერთოდ აღმოსავლეთში არ ყოფილა და შემოიტანეს მე-16 საუკუნე ანუ კალვინიზმის დროს შემოვიდა მანამდე საერთოდ ტრადიციულ ქრისტიანობაში ჩვენ არ გვწამდა გადარჩენის აი ესეთი იურიდიული გაგების რა არის მათ გადარჩენს მე მინდა ახსნა რა როგორ წამთ მაგათ გადარჩენს სასამართლოს კონცეფცია სასამართლოში ხდება კონცეფცია არის მსაჯული ღმერთი ხარ შენ დამნაშავე ცოდვილი და შანსი არ აქვს რა რატო იცი იმიტომ რომ ისეთი წმინდაა ღმერთი რომ მის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებ რაც არ უნდა ეგ ხა მართალია ხო ამიტომ შემოდის ავანსცენაზე ქრისტე რომელიც იღებს შენს ამ ყველა ცოდვას ჯვარზე ხორბლში წირავს და შენ თუ აღიარებ მის ამ ჯვარზე ამ იმას ამ საქმეს იდენტობას იძენ ახალს ქრისტეში და ღმერთი გიყურებს შენ განაზურად გიორგით არამედ ქრისტეთ და ამიტომ გამართლებული ხარ აი ეს არის მათი სამართლიანი დოქტრინა პრობლემა რაშია პრობლემა იმაშია რომ ეკლესიაში სხვანაირად წამდათ ყოველთვის წამდათ ესე რომ სასამართლო კი არ არის საავადმყოფოა საავადმყოფოა ღმერთი დაზიანებულის მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს იმიტომ რომ ცოდვა არა დანაშაულია არამედ დაავადება და დაავადებას განა ეს ჭირდება რა ქვია ესე მოდი არ დასჯის მოდელი კი არ არის დასჯა არამედ არის მოდი ვმკურნალოთ და ქრისტე როგორც მკურნალი შედის სიკვდილში, ანუ ჩვენ ესე ვამბობთ ქრისტე აღს გამკვირვებით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. ჩვენ ესე გვწამს რომ ქრისტე შედის სიკვდილში თვითონ როგორც სიცოცხლე და კურნავს სიკვდილს და აღდგება მკვეთრით. ეს ხდება ონტოლოგიური განკურნების პროცესი და ზიარება იმიტომ არის ქვაკუთხედი ამისა. როდესაც მის სისხლს რასაც ესენი სიმბოლოს ეძახი. რომ როდესაც ამას სისხლს ჭამ იგი შემოდის შენში, იმიტომ რომ თვითონ ამბობს, ვინც ჭამს შენს სისხლს, მე მასში ვარ და ის ჩემშია. და როდესაც შემოდის შენში, ზუსტად იგივე პროცესი ხდება, რაც ხდებოდა ჯვარზე, როდესაც იგი შედის სიკვდილში. ეს არის მართლმადიდებლობა. ოღონდ მართლმადიდებლობაში მაგისთვის ღმერთს, რა თქმა უნდა შენი განკურნება, მაგრამ შენი თავისუფალი ნებით თანამონაწილეობა არ ხდება მკურნალობაში. ნახე და მეორე შენ შეიძლება მკურნალობა დაიწყო როგორც აი ნამდვილ საავადმყოფოში და მე რა გაგიჟდე და მკურნალობას თავი დაანებო და უარეს იმაში გადავარდე ანუ როცა პროტესტანტები დაუშვათ მართლმადიდებლობას უტევენ ერთ-ერთი საყვარელი კითხვა არის რომ გადარჩენილი ხარ ხო აი და თუ ეუნები რომ ბიჭო რავი ეხა არ ვიცი ჯერ ესე იგი ნამდვილი ეკლესიის წევრი არ ახარ იმიტომ რომ ქრისტეში ყველა გადარჩენილია ხერაშია ეგ იგივე კითხვა რომ ავადმყოფს კითხა შენ განიკურნე კურნალო არა ჯერ მკურნალობ კაცო ამ წუთას ეფექტურად მიდის ჩემი მკურნალობა და მაგრამ რაში მონაწილეობ იცი მე ჩემი საქმე ჭყალებში რაში მდგომარეობს იცი რომ
რავი, წამლებს ვიღებ, დანიშნულებას ვასრულებ ექიმისას. აი, ვინმე რომ მითხრას, რომ შენ წამლები შენ საქმეს აკეთებ, საქმეს როგორ კურნალობის პროცესში ავადმყოფი, უბრალოდ დავალებას ასრულებს ექიმისას, რომ აი, მაგალითად როგორც მინიმუმ თანხმობას ვაც, ეგეც ხო საქმის აი, როგორი მომენტია, იცი, როდესაც ამბობენ, რომ რწმენით ხარ გადარჩენილი აქვს ბიბლიაში წერია, ხო და რწმენა არის პისტოს, ანუ ნდობაა. ჩვენ როგორ გვესმის, იცი ეს ნდობა? ექიმს ვენდობი, როგორც აი ბევრი ექიმებია, არ ვიცი, ბუდა, ის რა ქვია, ვიღაცები არიან და აი მე ქრისტეს მაკურნებელ ძალას ვენდობი და მის და რაც მითხრა ვცდილობ რომ შევასრულო მის წამლებს. დები აი მაგალითად იმაში რა ქვია ამბობს უფალი ასეთ რამეს რომ მამაო ჩვენო ლოცვაა, ხო? მამაო ჩვენ რომელი ხარ ცათაშინად, ყველა მის ეს ლოცვაა. სხვაჩორის კლიენტად სახარებაა მაგ ლოცვაში. და ესეთი მომენტი არის რომ პური ჩვენი არსობისა მომენტ ჩვენ დღეს. და ხალხს არ ესმის ეს ადრეული წმინდა მამები მაგალითად ისეთი როგორც არის კვიპრიანი კართაგენელი რომელიც 250 წელს ცხოვრობდა. მამაო ჩვენს განმარტება აქვს დაწერილი კატეხიზმო ასე ქვია მის შრომას. მესამე საუკუნეში. რას ამბობს იცი მამა ამაზე პური ჩვენი არსობისა მომენტ ჩვენ დღეს? ეს ზიარებაა. ამათთვის სიმბოლურია. ანუ არსობის პური, ანუ საარსებო პური არის ზიარება. თუ გინდა რომ იარსებო, ანუ არსობა არსებობდეს შენში, ზიარებაა, იმიტომ რომ ეპიუსიუს ასე არის ბერძნულად, ამათ ხო ბერძნულად საერთოდ ეს კითხულობი მესამე თარგმანს. ეპიუსიუს, უსიუს არის არსება, უსიუს. ეპი არის ზე. ზე არსება თუ პური ყოფილა ზე არსებული, ესეთი ეს ყოფილა. ანუ რის თქმა მინდა ნახეთ, მე რას ამბობს, იცი კიდე მაგივე ლოცვაში, უფალი და მომიტევენ ჩვენ თანადებენ ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამთა მათ ჩვენთან. ანუ სულთად ანადგურებს პროტესტანტიზმს აი ეს წინადადება. ანუ ქრისტე ისე მოგვიტევებს ჩვენ როგორც მიუტევებს. საქმე გასაგებია ვაიმე? ხო, მე თუ უბრალოდ აი ქრისტე ვაღიარა და ეს დანარჩენები მკიდია, ვერ გამოვა. ანუ შენ მოყვასთან ურთიერთობა ზემოქმედებს შენს მიტევების პროცესს. იმიტომ რომ როცა ასრულებს ამ ლოცვას ასე ასრულებს უფალი. ამიტომ როგორც მიუტევებთ თქვენ, ასევე მოგეტევებათ თქვენო, ასე ასრულებს. ანუ განკურნების პროცესი და საკუთარი სულის მკურნალობის პროცესი არის რაღაცეებში უნდა დაუჯერო უფალი იესო ქრისტეს როგორც ექიმს.